ამას განუცხადე, რომ დრო არის, რომ დაიწყოს ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან. მან გამიმეორა, დიახ, მიხედავს ამ საკითხს. შემდეგ მე კიდევ გავიმეორე, რომ აუცილებელია და უკვე დრო არის, რომ ჩვენი ურთიერთობა დაიწყოს და ის დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს და დამიკავშირდება. მიხეილ ყაველაშვილი თეთრი სახლიდან ზარს ელოდება. თუ ოცნების პრეზიდენტს დავუჯერებთ, მას პირადად დონალდ ტრამპმა უნდა დაურეკოს. ტრამპს ყაველაშვილი ნიუ-იორკში გაეროს ღონისძიებაზე შეხვდა, თუმცა კომუნიკაციის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა არ არსებობს. შესაბამისად, დაზუსტებით არც ის ვიცით. ეთნობრივი ბარიერის გათვალისწინებით საერთოდ სწორად გაიგო თუ არა ყაველაშვილმა ტრამპის ნათქვამი. როდის ელოდებით დონალდ ტრამპის მხრიდან სატელეფონო ზარს? მე ვერ ვიმკითხავებ. იმედი გაქვთ მისი პასუხებიდან ჩვენ მოთმინებით ველოდებით, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს სადღაც ჩვენ მხრიდან არის სრული მსაუბრი. ტრამპისგან ზარს ელოდები. ბატონო? კითხვა თითქოს ფანტასტიკის სფეროდანაა. კალაძის რეაქციაც შესაბამისი. ტრამპისგან ზარის დაპირებამ რეჟიმის ლიდერებიც კი დააბნია, თუმცა ცხადია ყაველაშვილს ეს შემთხვევით არ უთქვამს. პარტიის მიზანი იმის ჩვენება, რომ თითქოს ტრამპთან დალაგების რესურსი ჯერ კიდევ აქვთ. მაღალი ალბათობით კი საქმე პროტოკოლურ მისალმებასთან ჰქონდა, რომლის გაზვიადების მასტერკლასი მანამდე კობახიძემ შემოგთავაზა, როდესაც მაკრონთან 15-წამიანი კომუნიკაცია ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებად გაასაღა. ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია არათუ საქართველოსთან მიმართებაში არ იცვლება, არამედ იგივე უკრაინასთან მიმართებაში რადიკალურად გადაიხადა და ქართული ოცნებისთვის ძალიან, ასე ვთქვათ, არასახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდა დღეს ისინი, იმიტომ რომ რუსეთის მოკავშირეებთან რაიმე ტიპის გადადვერთვა ურთიერთობების დღეს რო არავის არ უნდა ვაშინგტონში ამას ხვდებიან. ამიტომ აი ამ რაღაცა სისულელეებს მე ვიტყოდი ბოდვას, ასე ვთქვათ, ავრცელებინებენ თვით გამოცხადებულ აი ყაველაშვილს. მიხეილ ყაველაშვილს გაეროში 12 წუთიანი გამოსვლა ჰქონდა. სიტყვა ოკუპანტი და რუსეთი არ უხსენებია, თუმცა აქცენტი გააკეთა პლანეტის ტრანზიციაზე. მას რამდენიმე უცხო სიტყვა ჰქონდა სათქმელი ქართულად და ისიც შეცდომით წაიკითხა. საქართველოს განვითარების პოზიტიური დინამიკა ასახულია და დასტურდება მსოფლიოს ავტორიტეტასა. საქართველოსთან და აფხაზეთთან მიმართებაში მან გამოიყენა სიტყვა კონფლიქტი, ეს თითქოს ეთნო კონფლიქტად წარმოაჩინა და არა ოკუპაციად, არ ახსენა რუსეთი და რუსეთის ქება პირდაპირ ვერ შეძლო, თუმცა ახსენა მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგი, რაც ცხადია გულისხმობს იმას, რომ რუსეთი უნდა იყოს საპირწონე ამერიკის. საუბრობდა ზუსტად ასევე იმ ფორმით, როგორც საუბრობდა ბელარუსია 2020 წელს, როდესაც ის ავტოკრატიისკენ დგამდა ნაბიჯებს. ყაველაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს საყვედურის ტონით ამჯერად გლობალური ომის პარტიისა და დიპ სტეითის ხსენების გარეშე ელაპარაკა. არადასტორად ამ შეთქმულების თეორიებზია აგებული ოცნების პროპაგანდა, რომლითაც ქვეყნის შიგნით მოქალაქეებს აშინებენ. ბატონ მარია, მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა რო შეგვიფასოთ, ოკუპანტის გამოსვლა იყო ქვეყნის ინტერესების დაცვით. ოკუპანტი არც კი უხსენებია, ბატონო მარია. ოკუპირებული ქვეყნის წარმომადგენელს გაეროს ტრიბუნაზე არ უხსენებია ოკუპანტი. გაეროში ივანიშვილის წარმომადგენლების ვიზიტი ისე დასრულდა, რომ მაღალი დონის შეხვედრები ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან არ გამართულა. მაკო ბოჭორიშვილი არც იმ ბახშამზე მიიწვიეს, რომელიც მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით გაიმართა და რომელსაც აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ის რომ თითქოს მან ტრამპთან რაღაც კომუნიკაცია დაამყარა, ეს მათიოლიჩის ტერმინია, სასაცილოა, ვინაიდან ამგვარი კომუნიკაცია ასე კულუარებში არ ხდება, ხო, პრეზიდენტები როცა ერთმანეთს ხვდებიან, თუ ეს სადღაც კორიდორში არ მოხდა გადაძახილით და ხელისაწევით, როგორც მოხდა ეს ინაუგურაციის დროს, მაშინ ამის შესახებ ცოტა უფრო სერიოზული და ოფიციალური ინფორმაცია უნდა არსებობდეს. ცხადია, არანაირი წინაპირობა იმისა, რომ არათუ ტრამპი ყაველაშვილს დაურეკავს, არამედ ამერიკა აი ამ რუსულ ჰიბრიდულ ძალასთან დალაგდება, რასაც წარმოადგენს ქართული ოცნება, არ არსებობს. პირიქით, ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ ტრამპი დღითი დღე უფრო და უფრო ადეკვატური ხდება რუსეთის მიმართ და ბოლო განცხადებები, რომლებიც მან გააკეთა უკრაინასთან მიმართებაში, რომ უკრაინა დაიბრუნებს თავის ყველა ტერიტორიას, ხოლო რუსეთი მიექანება ჯოჯოხეთისკენ, დიდი იმედის მომცემია. ყაველაშვილის გამოსვლა იყო კიდევ ერთხელ სირცხვილი ქართველი ხალხისა და იმიტომ რომ გაეროს ტრიბუნაზე დგას ქვეყნის ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტი და ერთი სიტყვით არ ახსენებს თავისი ქვეყნის უმთავრეს პრობლემას, ტერიტორიულ მთლიანობას, არ ახსენებს დევნილების პრობლემას და საუბრობს გლობალურ საკითხებზე, მათ შორის პლანეტის ტრანზიციის პრობლემაზე და ასე შემდეგ. სასაცილო მდგომარეობაში ვარ და მე
არ მინდა რომ ჩემ ქვეყანას დასცინოდნენ. გაერო არის სივრცე, სადაც ქვეყნები ეროვნული ინტერესის მქონე საკითხებს განიხილავენ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც იღებენ. ამის დასტურია უკრაინისა და სირიის ლიდერების შეხვედრა. ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოებმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ განაცხადეს, რაც იმის ნიშანია, რომ სირია მალე უკან წაიღებს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას. სირია იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობს. ეს როგორც ჩანს ოცნებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ისევე როგორც კომუნიკაცია სანქცირებულ კოლეგასთან ბელარუსიდან. მაკა ბოჭორიშვილის წარმატებული ვიზიტი სწორედ ასე გამოიყურება.